2007 წლის. სწავლობ სკოლა პროგრესში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხატვა, ცეკვა და სპაკაჩი და კოტრიალობა. აქედან ყველაზე უფრო მიყვარს ცეკვა. უკვე ერთი თვე ვცეკვავ ლომსიაში. პირველად რომ მივედი არ ნერვიულობდი, იმიტომ რომ ჩემდასთან ერთად შევედი და ერთ ბავშვს ვიცნობდი. სულ პირველად გავიცანი ნინო მასწავლებელი. ძალიან ლამაზი და მხიარული მასწავლებელია. მერე გავიცანი ბავშვები და ბევრთან დავმეგობრდი. თავიდან უფრო გამიჭირდა ცერის სავარჯიშო. ყველაზე ადვილი იყო ქუსლის ცერი. ჩემი საყვარელი ცეკვაა აფხაზური. საყვარელი ლეთია ეს ქუსლიცერი, ქუსლიზევით. მინდა მალე მქონდეს კონცერტი და ვიცეკო დიდ სცენაზე. კონცერტზე მინდა მეცვას მოკლე შავი კაბა და შავი კამარი. ჩემი პირველი კონცერტი მინდა მქონდეს იტალიაში. მე მინდა კიდევ ვიცეკო 100 წელი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ცეკვა. რომ გავიზრდები, გადაწყვეტილი მაქვს, რომ ვიქნები ცეკვის მასწავლებელი. ბავშვობაში მინდოდა ფიფქია ყოფილიყავი. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლე. როგორ ვისწავლე და YouTube-ში უყურებდი. ყველაზე ხშირად ვხატავ გოგონას, ვარსკვლავს, გულს, მასწავლებელს ვხატავ და დედას ვხატავ. ყველა ვართ ოჯახში ანთაძეები, დედას გარდა ხიმშია შვილია დედაჩემი. ჩემი საყვარელი ფერია ღია ვარდისფერი. არ მიყვარს შავი და ყავისფერი. იმიტომ რომ მუქი ფერები არ მიყვარს. მე ვაგროვებ ჩემ ნახატებს და სხვებს ჩუქნი. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. ჩემი ოცნების საჩუქარია წიგნები. აქამდე რაც უჩუქებიათ, ყველაზე მეტად გამიხარდა პლანშეტი. მე მინდა მოვაწყო ჩემი ნახატების გამოფენა. ეს გამოფენა მინდა მოვაწყო ბებიასთან და ბაბუასთან ეზოში. თუ იქნება მკვიდრელი, გავყიდი კიდეც. თვითონ ნახატი აღირება 10 ლარი. ბევრი ფული რომ მექნება ვიყიდი რაღაც ტკბილეულობებს რომ მეგობრებს გავუყო. პიკნიკს ვაწყობ ზოგჯერ. ჩემი საყვარელი ტკბილეულია პლეცკა შოკოლადი. საყვარელი საჭმელია წვნიანი. მე დედიკომ უკვე მასწავლა საჭმელების გაკეთება. პირველი საჭმელი რო გავაკეთე ვიყავი 6 წლის. ეს საჭმელი იყო შემწვარი კვერცხი. ახლა ყველაზე კარგად გამომდის ყავის მოდუღება. ჩემს მოდუღებულ ყავას ჩემი დაიკოსო. ეს 5 წლის და ქვია სარა. ის არის ლამაზი, მხიარული და ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლით, როცა თამაშობ. მოდის და უმიზეროდ თავზე მახდება. ისე კარგი გოგოა და ძალიან მიყვარს. ჩემი აზრით სარა რო გაიძება გამოვა დიზაინერი. მე ვყავს კიდევ ერთი ძმა და ერთი და. მეორე დას ქვია ლივია არის 1 წლის. ლამაზია, მჭამელია და უკვე დადის. ის ალბათ გამოვა ჩემსავით მხატვარი. ჩემი ძმა არის 9 წლის და ქვია დემე. დემე არის მიჭიერიც და ცელქიც. ის ალბათ გამოვა ფეხბურთელი. მამიკო არის შრომელი და სიმპათიური. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი და ნაზი. ძალიან გამიმართლა რომ ყავს ასეთი კარგი მშობლები. ახლა მინდა 9 წლის ვიყო, იმიტომ რომ ჩემი ძმის ტოლი ვიყო. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ თეონემოსწავლებელი მყავს. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ნინო ჯინჭარაძე. ყველა ჭკვიანია ნიკო ქარცივაძე. ყველაზე მშვიდია ელისაბედ ნატაშიძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი და მეგობრული. მე მინდა ვიყო იტალიის დედოფალი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. უკვე თითქმის ვისწავლე ყველა ასო. ყველაზე მეტად მომწონს ასობგერა ჭ. არ მომწონს J. იმიტომ რომ ვერ ვწერ J-ს. J უფრო გამომდის ვიდრე J. ჩემი საყვარელი მასწავლებელია თეონა დურნაძე. ის არის ლამაზი, მხიარული, ბედნიერი და თბილი. ბედნიერი იმიტომ მგონია რომ გვაცნობს და გაპლანტული დადის. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. ასევე მიყვარს მულტფილმების უყურება. ჩემი საყვარელი მულტფილმია ემილია. ემილია სინამდვილეშიც მყავს ნანახი. დადოსტმური ჯოხი რომ მქონდეს ყველას გავალამაზებდი. თქვენს მოგიხდებოდა ცოტათი გამალამაზება. წინა მონაწილემ დამიტოვა კითხვა, რომელ ყვავის გავარ. მე აზრით მე ვგავარ ვარდს. ასე იმიტომ მგონია რომ ვარდის ხატვაც მიყვარს.
შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელია მისი საყვარელი თამაში? მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია ტოკა-ბოკა. ბედნიერება არის, რომ დედიკოს ვეხუტები მამიკოსაც და ოჯახს. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.